მოდი ხა ჩვენ ნახოთ ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო. თქო ჩართოთ პირი. ეს სხვა შორის მოულოდნელი არ იქნებოდა, იმიტომ რომ საკმარისი ამ დარგის სპეციალისტებს ვკითხოთ აზრი, ყველა გვიდასტურებს, რომ პოსტ წამების შემდგომი, ასე ვთქვათ, აი საუბრობთ სწორედ, რომ მანაც ეხლა აღმოაჩინა პრაქტიკაში მოყვანილი ყოველ შემთხვევაში. არა მარტო ადამიანებს, არამედ იმ შემდგარი ფაქტს, საგნებსაც კი მალავე ხოლმე არაჩვენებენ, რომ არ გამოიწვიოს ის არასასურველი მოგონებები. აქედან გამომდინარე, ბავშვის პაპას. აქედან გამომდინარე, არა, შეკითხვა. რა საგნები უნდა დაუყოვნოს მიშას, რომელმაც შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. თაფლი ბავშვის პაპა. ეხლა რაღაცა ბაჩოს ერვერსებში არ წავიდა. ვერ რითი აწამეს მიშა? არა, რა საგნებია ის? არა. წნევის აპარატი. არა, უმალავენ იმას, რაც ასოცირდება წამებასთან. უნდა დაუმალონ საგნები. წნევის აპარატი, მაგალითად, რომელიც გაშუაში. არა, გაღიზიანება გამოიწვია წნევის აპარატმა. რო გადაარა მე თქვა აქ. საგნებსაც უმალავენო, რაც ასოცირდება მეტნაკლებად. ხო და გდანში ყოფასთან წამების, ხო? გდანში ყოფასთან მიშას ხო აწამეს მიშა, ხო, ისენ ფურცლები, Facebook პოსტები. რაც ამოუბეჭდა. მე მგონი წნევის აპარატის ხელი რო კრა. ეგ ძალიან მოშნია. რომ აჩვენებს წნევის აპარატს, კონტროლები ემართება. ხო. ტრიგერი გახდა. ტრიგერი. გიზოსები, გახსოვს რო თქვა რა. ციხე უნდა დაუმალო მე მგონი. გიზოს. არა, კლიანი ციხე. ადრაგები უნდა და ძალიან არ მოწონს ციხეში რო არის ტიპი დაჭერილი როა. დაუკითხავთ რომ შედიან მისში რა ქვია. ციხეში. იმაში კაბინეტში. ბადრაგი რო შედის მის კაბინეტში, ხო? კაბინეტში. ანუ ლიზა იასკოდა სამჯერ დაუკითხავ. არა, ლიზა იასკომ თქვა რომ სამჯერ შემოვიდენო და გაჩქარებდენო. ეგეც ვერ ხვდება რატო არის ეს ნორმალური და მაგარი იყო რომ დაუკითხავად შემოვიდა ჩემთანო. ციხის წარმომადგენელიო და წაიღო ტელევიზორი. თუმცა არ წაუღია ეს ტელევიზორი და ქონია და ამიტომ შემოეჩვენა. დაუკითხავაცა გუშინაც ძალიან ძაფრი რეაქცია მივეცი. მე ხო მახსოვს როგორ შემოდიოდნენ სპეცნაზი არა და რა დაუკითხავა. დაუკითხავ. პატიმრებს ისროდნენ იმიდან კონკები და როგორც ბურთებივით რა, თარაჯანიანები იყვნენ. ხო და დაუკითხავად შემოვიდნენ ჩემთან. როგორი ეს კაცრავად კამერაში შეიძლება შემოვიდე რეჟიმი რო იზარდე. იგივე პასუხი. რაც გუშინ გავის და არა დღეს ვერ მიგიღებ. დღეს არ ცალია გენაცვალე. დღეს ვერ მიგიღებ. ხო, ანუ უბრალოდ მე მართლა მაინტერესებს თუ სააკაშვილის იმას წამება ქვია, მაშინ წამებას რა უნდა დავაქვათ? მართლა წამებას. წამებას. ანუ რატომ ამოფიც რა, ანუ სიტყვებს, ანუ უნდა განასხვაო. ხო, ანუ ხო აქვს მნიშვნელობა, რა თან შედარებით არის. ორია, ხო უნდა განასხვაო ეგ. თუ მიშას მის მოგონილ სისტემაში რაც ხდებოდა, იმას წამება ქვია და ახლა რასაც მას ემართება, ამას წამება ქვია, მაშინ არ არის ეს ერთ და იგივე რამე. სხვა რამე ზოლაპარაკ. ბიჭო, რა არის, იცი, სააკაშვილთან როგორც ყოველთვის შავი ხვრელია, სიტყვებს აზრი ეკარგება, ეცვლება, გამოსახულებას რაღაც ობრაზებს, ხო, სახე ხატებს. იქ ძალიან დიდი დევიაცია ხდება, ძალიან დიდი.